შეუძლია თუ არა AI-ის ჩაანაცვლოს ადვოკატი და ასეთი პრაქტიკა დაინერგოს, რომ ხელოვნური ინტელექტი იცავდეს ადამიანის უფლებებს სასამართლოში. ეს შეიძლება იფიქროს მხოლოდ იმ ადამიანმა, ვინც კარგად ვერ ერკვევა ადვოკატის პროფესიის სიღრმეში. დიდი სიფრთხილე გვმართებს, როდესაც AI-ს ვიტანით, რომ შეცდომა არ დაუშვათ, ადამიანი არ დავღუპოთ. ზუსტად ის ადამიანი გილოცავდა გამამართლებელი ვერდიქტს, რომელიც პირადად ჩემს ჩაქოლვას ითხოვდა იმის გამო, რომ მე ჩავერთე როგორც მისი ადვოკატი. ადვოკატმა უნდა დაიცვას როგორც დამნაშავე, ასევე უდანაშაულო ადამიანის. მე მახსოვს, თქვენ როგორ ხმალამოღებული იცავდით ჩემი შვილის მკვლელს, სწორედ ასეთი ადვოკატი მჭირდება ჩემი შვილისთვის. სხვადასხვა პოსტერს მიძღვნიდნენ, თუ როგორ ვიცავდი პირსისხლიან მკვლელს, სანამ თვითონ არ აღმოჩნდება უსამართლობის ხორბლი. ვერ ხვდება თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს კარგ და ეფექტურ ადვოკატს. იქ სადაც ადვოკატის პროფესია არის დაკნინებული, გამორიცხული არის იმ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ჩვენს უნივერსიტეტებში დღეს ადამიანი ვერ ისწავლის, როგორ დაიცვა ადამიანი. შეიძლება შემისწავლო, როგორ დააკავო, მაგრამ აი უდანაშაულო ადამიანს დაცვა. ეს სხვა ხელოვნება არის, ეს სხვა ტექნიკა არის, ეს სხვა მეცნიერება არის და ამას უნივერსიტეტში ვერ ისწავლო. იმედია, არასდროს არ დამჭირდებით.